ყველაფერს წარმოვიდგენდი და ის ვიადი თუ პატიმარი იქნებოდა ვერა. მარტო ვარ და საკუთარ თავს თვითონ ვიმხნევებ, ის გვერდზე არ მიდგას. ეს სიზმარი ვითარეს. რაღაცა ეს რეალობა წარმოუდგენელი. საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავალი რეჟიმის პატიმრების ოჯახებს სტუმრობს და დღეს შევეცდებით უკეთ გაგაცნოთ ის ადამიანები, ვინც საკუთარი თავისუფლების ფასად ქვეყნის ღირსებას იცავენ. ახლა ვიმყოფებით ქალბატონ ლიკა გუნცაძესთან, ანდრო ჭიჭინაძის დედასთან სტუმრად. ქალბატონ ლიკა, მოგესალმებით, დიდი მადლობა. ვიცი რომ გადაღლილი ხართ ამდენი ინტერვიუებისგან. და ჩემთვის ფიქრობდი რომ მოვდიოდი რომ დღეს წესით ანდროსთან უნდა ვწერდეთ ინტერვიუს როგორც ნიჭერა ახალგაზრდა მსახიობთან თეატრის დღეა დღესთან თეატრის დღეა კი ბატონო აი წარმოიდგენით ოდესმე იმას რომ ამ რეალობის წინაშე დადგებოდით და მოგვიწევდა საუბარი როგორც რეჟიმის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძეზე საერთოდ თუ აი ამ ეს პერიოდი დადგებოდა როდისმე რომ რაღაცა შევადარებდი 30-იან წლებს აი ნამდვილად არ მეგონა აი ნამდვილად ანდრო რა არაფერი ვაფშე ჩქარა უცბად მოხდა ეს ყველაფერი თუმცა მე ვიცოდი რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეუცვლიდა კურსს ქვეყანას მაგრამ აი ეს რაღაცა ეს რეალობა წარმოუდგენელია და არც მიფიქრია რომ აი ეს ამის წინაშე დავდგებოდი როდისმე და რეჟიმის პატიმარს რაც შეეხება ცოტა სატირალი რო არ იყოს სასაცილოა, იმიტომ რომ ანდრო რაღაცა ციხეში აი რა ვთქვა ქალბატონ ლიკა, რადგან თავგადასავალი ანუ ყოველთვის ცდილობს რომ აი ეს კონკრეტული ადამიანი რაღაც სხვა კუთხით გააცნოს თავის მაყურებელს, იქნებ გაიხსენოთ, აი როგორი ბავშვი იყო ანდრო რა ინტერესები ქონდა, ცელქი იყო, თქვათ რაღაც სამართლიანობისთვის მებრძოლი ბავშვობიდან. აი ანდროს ბავშვობა რო გაიხსენო. ცელქი იყო. კი, და ცუდი სიტყვები უყვარდა და ძალიან, იმიტომ რომ უფროსი ძმა ყავს და ეთყობა რაღაცა ცოტა ესმოდა იქ ეზოში, იქ ისა და ძალიან ესე ძალიან ლამაზი ბავშვი იყო რაღაცა ქერაციანი ესეთი იყო ხუჭუჭა და იქცევდა ყურადღებას მაგრამ როგორც კი მიიქცევდა ყურადღებას იქვე უბრუნებდა ცუდი სიტყვით ცელქი იყო კი ცოტა მტირალაც იყო მაგრამ ნუ მე სკოლაში წავიდა რაღაცა და როგორი იყო აი სკოლის პერიოდში რა შეიძლება აი თქვათ კლასში ან სკოლაში რაღაცა ბიჭების ის ჭიდაობა თუ რაღაცა რო იყო ხოლმე მოსულა ჩემთან და უთქვამს რომ იმან დამარტყა და მეთკინა და შენაქენი მე ვეკითხებ და მე შემეცოდა და არ დავარტყია ის მახსოვს კარგად იყო სპორტით ძალიან გატაცებული და სპორტზე აი თითქმის ყველა სახეობაზე დამყავდა რეგბიდან დაწყებული, რა ვიცი, მე ბოლოს თხილამურებზე შეაჩერა თავის არჩევანი და თხილამურზე ძალიან დიდხანს იარა და ნახევარი წელი იყო ხოლმე ბაკურიანში ან გუდაურში. ეხლა ძალიან უყვარს რეალი. ეს ძალიან სპორტულია და მერე სკოლა რო დაამთავრა, ჩააბარა სამსახიობოზე, ოღონდ ჩემთვის იყო შოკი რომ მითხრა რომ მსახიობობა მინდა. იმიტომ რომ უკვე მერე სკოლის პერიოდიდან იყო ძალიან მორცხვი და აი რაღაცნაირი უკან დამხევი და მე მინდა მსახიობობა რომ მითხრა მე თვითონ სამსახიობო მაქვს დამთავრებული და ცოტა შოკში ჩავარდი რომ გამბედაობა რაღაც წარმოჩენა შენი თავის ეს ვერ წარმომედგინა და თუ ქონდა ეს თვისებები
მოემზადა და ჩააბარა ინსტიტუტში. ბევრი ინტერესი ქონდა, ფილოსოფიით იყო დაინტერესებული, კითხულობდა ბევრს, სპორტითაც იყო დაკავებული. მერე თეატრი იყო, მერე კინო იყო და მერე რაღაც პერიოდი თეატრში აღარ იყო და კინოში მოღვაწეობდა და მერე რამდენიმე წლის წინ დათო დოიაშვილი შეხვდა თეატრში, ხო, ქალაქის თეატრში და მიიპატიჟა თავისთან. ცოტა დაბნეული კი იყო ამ დრო, რომ არ იყო თეატრში ნამუშევარი ესე ცოტა მორიდებით იყო რაღაცნაირად და მივიდა დათოსთან და შედგა მისი ესეთი თეატრთან ურთიერთობა. ძალიან საინტერესო იყო დოისთან მუშაობა მისთვის. ეს იყო მე გადავცურა ზღვას გიოს როლში თამაშობდა და ძალიან მოეწონა, ძალიან. მე მიშა ჩარკვიანთან თამაშობდა. დოკუმენტური სერია იყო ეგეთი და იქ ჰქონდა რაღაც მონოლოგი, ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო, ძალიან. მე იყო ეს კვდები როგორც ქვეყანა. ეს ასევე ძალიან საინტერესო და ნუ რაღაცა გეგმები იყო კიდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მანდ რომ ამ გეგმებს აუცილებლად განახორციელებს გარდაუვალია სხვანაირად არ მოხდება ნამდვილად. ქალბატონ ლიკა, გაიხსენეთ ახლა მე გადმოვცურავ ზღვას იქ ანდროს პერსონაჟი დაკითხვის სცენას გულისხმობ. აი რაღაცნაირად ზუსტად იმ უსამართლობას ეჯახება, ხო? აი რა განცდებთან არის თქვენთვის დაკავშირებული ეს ზოგადად ეს აბსურდი? მე აი იმ პერიოდში ვცხოვრობდი და ვიცი რაც იყო ეს რეჟიმი მაშინდელი და ის ჩემი მეგობრები იყვნენ თვითმფრინავის ბიჭები და საშინელი განცდა მქონდა მაშინ და მაშინ შევეჯახე პირველად რომ აი შეიძლება ამ ახალგაზრდებს ესე გაუსწორდე და სიკვდილით დასაჯო. ძალიან მძიმე იყო და ამ ბავშვებს როცა დგამდა დათო სპექტაკლს მეც ველაპარაკებოდი ხოლმე სახლში ამ დროს და უყვებოდი რაღაცებს, რომ ესენი ხო არ მოსწრებიან იმ პერიოდს. და თავისთავად დოიც ძალიან ბევრს ელაპარაკებოდა და უხსნიდა როგორ და რა იყო. ეს სპექტაკლი იყო ზუსტად, ესე იგი მეორდება დღევანდელი დღე. რეჟიმი, წამება, ცემა, კომპრომატები, ღალატი და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ და სამწუხაროდ გეთანხმებით ეგრეა ნამდვილად. ვიცი რომ ერთად დადიოდით მუდმივად აქციებზე და ნუ საშინელი დღეები გამოვიარეთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი შვილი თუ ყველა ჩვენი შვილები არიან ეს ახალგაზრდა თაობა. აი თუ გქონდათ თქვათ რაღაცა, ჩემთვის მაგალითად იყო შოკი. გულწრფელად ვამბობ, როდესაც გამოაცხადეს რომ რაღაცა ორგანიზებას აბრალებენ ანდრო ჭიჭინაძეს, ნამდვილად შოკი იყო. ნუ ყოველად აბსურდულია, ხო, ის ბრალდებები, რასაც მას უყენებენ. ეს უკვე აღარ არის სახელმწიფო, ეს არის რაღაცა ძალაზე და ძალადობრივ რაღაცა ის პოლიციელებიც არ ვიცით არიან ის პოლიციელები, ნიღბები რო უკეთიათ. როგორც ამბობენ, არა. ამიტომ ეს რაღაცა ბანდის და მის მას უფრო იწვევს და ეს ხო არ არის, ეს არ არის სახელმწიფო, ეს ყველაფერი მოშლილია, ყველა ინსტიტუცია, ყველაფერი. არაფერი არ მუშაობს, აგერ თეატრი ქუჩაშია, ექიმი ქუჩაშია, კერძო სექტორი, ყველა ქუჩაში ვართ. ხო და მე ვფიქრობ, რომ უნდა ძალიან შეუპოვროთ ვებრძოლოთ ამას, თუ გვინდა რომ დავრჩეთ როგორც ქვეყანა და არა მოუხდეთ როგორც ქვეყანა. პირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს. თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თეატრი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს
და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს. დიდი მადლობა. აი დედები მაინც ყველაზე კარგად ვიცნობთ ხო ჩვენ შვილებს და ვთქვათ ამ დროს სცენაზე, ეკრანზე ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი მსახიობია და დასამახსოვრებელი სახია ნამდვილად. აი კიდე რაღაცა ისეც ხომ არ გაიხსენებდით ამ დროსთან დაკავშირებულს, რაც ვთქვათ სცენის მიღმა და ეკრანს მიღმა ანდრო არის ძალიან მშვიდი ადამიანი, გაწონასწორებული, კარგი იუმორი აქვს, ისეთი რაღაცნაირი. და რა ვიცი, კარგი მეგობრები ყავს, ხიარულია, როცა ვთქვათ მეგობრებთან ერთად არის. როგორც აღმოჩნდა, მე არ ვიცოდი თუ ეგეთ სიყვარული დათესა. ნამდვილად არ ვიცოდი, მე ხეთ დედა ვარ და მიყვარს და ჩემი ნაწილია, მაგრამ თუ ესეთი თანადგომა ესეთ ყველა არ ხდება ხოლმე. ესეთი მაინც არ მეკონა. ეხლა უფრო ბევრ რამეს ვიგებ ამ დროზე, ვიდრე ვიცოდი. იმიტომ რომ მიყვებიან რაღაცას, იქ რაღაცა ბევრი რამე გავიგე ეხლა ამ დროზე და ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს შვილს. ორივე შვილს, ხო მეორე შვილი მყავს. უფროსი შვილი 10 წლით უფროსია ამ დროზე. და რაღაცა ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, რომ ეს ჩემი შვილები პატიოსნები არიან, რაც თავარია, რაღაც მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა აქვს და ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა. და რაღაცა ძალიან უცნაური პროცესია, ხა ვერტები რაღაცა ცოტა ეს გამახსენდა ჯოზეფ კარი ეგეთი პერსონაჟი კავკასი, რომელიც სასამართლო პროცესია და არ იცის რა ხდება მის თავს. და იმიტომ არ იცის, რომ აი უფრო ზუსტად თქვა ეს რომანი არის იმაზე, რომ აი გაურკვევლობა და აბსურდია. როგორც ვიცი, არ დადიხართ სასამართლო პროცესებს. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა თუ ამ დროს სურვილი იყო ეს? ჩემი გადაწყვეტილებაა და მე მგონია, რომ ამ რომაც ვიგრძენი, რომ ამ დროსაც მე მგონი გავჭირდებოდა, რომ მე იქ ყოფილიყავი. ხო, მე არ მინდა, რომ იქ შევხედო გისოსებს მიღმა. ჩემთვის რთულია ძალიან. ამიტომ ესეთი პირველი აი არც მიფიქრია, რომ სასამართლო, აი ხვალ სასამართლოა და მე ეგრევე ვთქვი, რომ მე არ წამოვა. განჩინება გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში თბილისის საოპერაციო საგამოძიებო სასამართლოს მეშვეობით. მარტო არა ვარ. უამრავი დედა, მშობელია და უკან მიდგას მთელი საზოგადოება. ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი უზარმაზარი საზოგადოების და ამ საზოგადოებას მინდა მივმართო აი ესეთი სოლიდარობისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეს მე მაძლიერებს საოცრად ესეთი თანადგომა რო არ მქონდეს ალბათ სახლიდან ვერ გავიდოდი. ეს არის ჩემთვის აი როგორ ვთქვა ესეთ მდგომარეობაში ვარ და სადღაც ვარ ძალიან ბედნიერი რომ აი ამხელა ჯარი მიდგას გვერდზე ამ დროს კოლეგებიდან დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული და სრულად უცხო ხალხით და მინდა მივმართო რომ ვიბრძოლოთ, შეუპოვრად, ჯიუტად, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება და ძალიან დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა თქვენ ამ დროსთვის და თქვენი შეუპოვრობისთვის და მე გისურვებთ რომ მალე დასრულდეს ეს თქვენი ცუდი სიზმარი. დიდი მადლობა. და არა მარტო თქვენი, ყველა რეჟიმის პატიმრის მშობლის და ოჯახის. და ყველას ჩვენი. რა თქმა უნდა. ზვია ცეცხლაძეს საზოგადოება უკვე ბევრი წელია იცნობს როგორც ბათუმელ აქტივისტს, რომელიც სამშობლოს ღირსებას განსაკუთრებულად მედგრად იცავს და დაგვამახსოვრა თავი ჩაქვში, როდესაც მან რუსული დროშა პროტესტის ნიშნად ჩამოხსნა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზვიადის ოჯახში,
მის დედასთან, ქალბატონ ნარგისთან, ქალბატონ ნარგის აი რო გაიხსენოთ, აი ეს პირველი დროშის ჩამოხსნა, სად იყავით თქვენ მაშინ და როგორი რეაქცია გქონდათ ამაზე? ელოდებოდით თუ არა ამას ზვიადისგან? როგორ არ ველოდებოდი, მაგისგან არ ველოდები უმოქმედობასთან, ასეთ რაღაცებს, მაგი იყო, მე რამდენი უკვე იქამდე რაღაცა სადგურში იყო, სიმბოლო ჩამოხსნეს, კიბით მიდის მის გვერდზეც უდევს. მერე თბილისში ნახა ურო დაიგი და ისეთები გამოჭრა, აი გერ კედელზე რომ არის და ისინი მიაწება. მაიყო მესამე მცდელობა სავარაუდოდ. ხო, მაგრამ აი ამ აქტიურობის მიუხედავად, ხო, როგორც ვისაუბრეთ, მე-9 კლასიდან ძალიან აქტიური იყო, ლექციებს უკითხავდა პატრიოტიზმზე, მის თანატოლებს, სახლში ქონა მოწყობილი თავის ოთახში ეს რაღაცა კუთხე, ასე ვთქვათ. თუმცა აი ელოდებოდით თუ არა იმას, რომ იმ ბრალდებით დააკავებდნენ, რა ბრალდებითაც დააკავეს. აი ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგის გარდა, აი ზვიადი თუ პატიმარი იქნებოდა ვერანაირად. ბოლო ერთი თვის შვალეთში შიგადაში ზვიადი მეუბნებოდა რომ მე დამიჭერენდედა და ფსიქოლოგიურად მამზადებდა რომ ზად ყოფილიყავი და არ მენერვიულა. ბოლო ერთი თვე უკვე თვითონ მეუბნებოდა თუ რა მე მაინც არ მჯეროდა რა თქმა უნდა. ეგეთი ლოგიკით თუ ექსით არის არანდარღვევა ილია ჭავჭავაძის სიტყვების დაწერა სოციალურ ქსელში მაშინ სამართალდამტვირვა უნდა იყოს, სადაც ის ამბობს, რომ სიტყვა რევოლუციის მუგეშინია კითხებოდა რიგი დასაბუთება თუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამ სიტყვის. გავიგე რომ ზვიად გამსახურდია საპატივცემლოდ დაარქვით ეს სახელი, აი რო გაიხსენოთ. აი სანამ გავიგებდით და აღმოჩნდა რომ უკვე 2 იყო დატყუპები, იმ წუთში მეუღლე აი არც კი უფიქრია ზვიადი და მერაბის სახელი. ანუ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელი, არც კი შევწინააღმდეგები ვარ იმდენად ეს მესმოდა ახლა სახში და საცხა მიხვალ მაგენის წიგნი, ისტორია, ფოტოები. თქვენ მეუღლე ბატონი ზურაბი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. მამამთილიც ჰელსინგის წევრი იყო. ერთი სიტყვით მარტო მეუღლე კი არა, მისი ძმებიც, ახლობლები და ამიტომ მუცელში ვედავარქვით ერთს ზვიადი, მეორეს მერაბი და სამწუხაროდ ერთის სახეზე აღარ ყავდა და დაარქვა ზვიადი. აი როგორი ბავშვი იყო? სულ პატარა თუნდაც. რა ინტერესები ჰქონდა? ძალიან ტკბილი შვილი იყო, აი სრულად რომ თქვა, არ იყო რთული ბავშვი. უმიზედოდ უფლებას არ მოგცემდა რომ მე საყვედური მეთქვა. პატარაც კი, იმ წუთში არაფერს მეტყოდა და რომ დამშვიდდებოდი ან რამაც, დედა დაჯექი რა იყო. თქვენ ქალბატონო, არასწორად მომეცით შენი შვილი, ახლა ბოდიში უნდა მომიხადო. ცოტა გამიკვირდა, არ ველოდი. აი მერე ზურამ თქვა ჩვენ განსხვავებულ ბავშვთან გვაქვს მგონი ურთიერთობა და რაღაცები დასალაგებელი გვაქვს. ცოტა ხმაურიანი საუბარი, ხმამაღალი საუბარი ვიცით და მეუღლეს პროფესიით იურისტია, ხანდახან ნერვები მოშლილი მოდის და რომ ტელეფონზე ლაპარაკობს ხმამაღლად. მამა ტონს დაუწიე სახში, ესეთი საუბარი არ შეიძლება, შემოსლამდე უნდა დამშვიდდე. ნერვები დაიწყნა, რომ იმიტომ დედაც იცი რამდენი საქმე აქვს სახში, შენი ნერვები ეს ვირიშვილი ეს რა ხელა იყო? ამ დროს 5 წლის. ხმასაც კი არ მაღებინებს ბავშვი, ყუყურე ერთი ამასო. პირველ კლასში რო შევიყვანეთ, ფსიქოლოგმა შეამოწმა და მესამე კლასის აზროვნების განვითარება აქვსო. ასაკს ასწრებდა ყოველთვის მისი განვითარება. ამიტომ მაგ მხრივ და ძალიანაც აღარ მეწოდება, იმიტომ რომ თვითონ ამბობს რომ არ გაბედო შემიცოდო, არ გაბედო და მომშვიდო, იმიტომ რომ მე არ ვარ იმ სტილის ადამიანი, სუსტი არ არის რა. და ხანდახან ეგ მაშინებს. არც შიში არ აქვს, არც თქმა, რისი თქმაც უნდა ითქვას. ზედმეტად თავდაჯერებული და გაბედული ბიჭია. ამ დროს მშვიდიც. არც ზედმეტად ემოციური. მივდგივართ პარკში და გადავხადოთ რუსული დროშა. რაც მომიყევით ქალბატონ ნარგის, გასაკვირი არ არის, რომ როგორც პატრიოტი ისე გაიზარდა ზვიადი, თუმცა მაინც საინტერესოა, რამდენი წლიდან
გამოავლინა ეს რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება, სამშობლოს სიყვარული და ეს რაღაცანაირი პატრიოტიზმი. ეს გამოავლინა, აი თავისით დახატავს ლექსებს წერს, იცი რა ლექსები ვნახეთ, ამის წინ მეუღლე რაღაცას ათვალიერებდა და იმდენი ლექსი აქვს და ისეთი პატრიოტული, რომლის გარეშე ვერ იგივქენით, ვერ მოусმინეთ და ესენი ზვიაც რო უთხარი გუშინ დედა მაგენი აღარ მახსოვსო. ლექს დაწერდა, დადებდა, მე არ ახსოვდა და ზურა იღებ ამ ლექსებს აგროვებდა და ინახავდა. ხო, და ინახავდა და ბევრი ლექსი არც იცის მისი, რომ მოთხრობებს წერდა. განსაკუთრებით თემას რო დაწერდა სკოლაში, მისი მასწავლებელი ტაშით, მთელი კლასი აჯილდოვებდა. ზვიადის თემა იყო ყოველთვის განსხვავებული და ისეთი უხარო და რაღაცაო ამბავში ხედავ სხვასო, აღნიშნავდა ხშირად მაგას. რამ წყინს იცი ერთჯერ შემხდა ადამიანი და ტერორისტათო გაზარდეო და აი ისეთები მითხრა და უცებ ვერაფერი ვერ ვთქვი და კადრები ავიღე და ვაჩვენე მისი დიპლომები და მისი კუთხები აი ესეთი რო აქვს და ამაზე ამბობ ესეც მეთქი არ გცხვენია. მე ვფიქრობ მაგაზე გული არ უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ არსებობენ პროვოკატორი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ დააბრალონ ადამიანებს ისეთი რამ, ვისი გაკეთებაც მართლა იმ ადამიანებს არ შეუძლიათ. რასერჩითო რუსებმა რა დაგიშაო და აი მეთქი всё, თქვენთან აზრი აღარ აქვს ლაპარაკს. ეს რო თქვა აზრი აღარ ქონდა იმათთან კამათი დავასრულე. რა თქმა უნდა, ესეთ ადამიანებთან არ ღირსაუბარი. Абхазия и Самачабла – это Грузия. Крым и Донбасс – это Украина. სკოლაში ოდეო ვერ ვამჩნევო ბავშვებსო, დიდ სიყვარულსო, პატრიოტულსო და აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამბებზეო. რამოდენიმე მეგობარი რომელიც ყავდა, ერთ-ერთი თემო ტარიელაძეა, გეცოდინებათ ხშირად არის ტელევიზორში. ეს თემო ტარიელაძე ერთმა მისმა მეგობარმა შენაირი აზროვნების არის ზვიადო და აგენმა შეკავშირდნენ კიდე იმანის და რამოდენიმე რო გახდა ესეთ რაღაცებს მაშობოდნენ რომ გავაღვიძოთ ქართული სული და შედეგიც მიიღეს სხვათა შორის. არ მეგონა რომ პირველი აქცია ჩაატარა, მეუღლე ამბობს რომ ვინ გავაო ახლა ვინ იცნობს ვიაცო და იქ ხალხი გავიდა. აი გაოგნებული ვიყავით რომ პირველად დაანონსა ბავშვმა და ვიდეოებიც არის რამდენი ხალხი მიყვება ზვიაც აქციაზე. მე გმირთა მემორიალთან მივალ, იქ ყვავილებს მიუტან საპატივცემულოდ რაღაცა სიტყვასაც ამბობს და იქედან იცის უკვე ხალხმა და მე რუსული გემი რო შემოვიდა მაგ გააპროტესტა. ისტორიის მასწავლებელმა მითხრა კიდე დამიბარა ზვიაც კითხვას რომ დავსვავ, მეშინია ზვიად ცეცხლაძე გაჩერდი, აი სხვები ვერ ასწრებენ პასუხს და იმედენად ბევრი იცის რომ გეხვეწებით უთხარით აღარ წაიკითხოს მეთქი მე რა დროს ვნახე ამან წაიკითხა, არ ვიცი მეთქი ეს რა დროს იღებს ამ სწავლას. მე რომ მგონია რომ ტელეფონში თამაშობდა, თურმე ეს ისტორიებს კითხულობდა და არასდროს არ მithქვავს ზვიადისთვის დაჯექი და ემეცადინე. არასდროს არ მithქვა. ასეთ ახალგაზრდას აბრალებენ აი ასეთ საშინელ ბრალდებას, რომელიც არ ვიცი მე მახსოვს მისი გამოსვლა სასამართლოზე, წარმოუდგენელი, მართლა ყოველად წარმოუდგენელია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს ამ ქვეყანაში და ყველა ის რეჟიმის პატიმარი, ვინც არის, აუცილებლად გამოვა თავისუფლებაზე. ზედი გუში ვნახეთ ციხეზე. როგორ არის? ხნედ არის, ხო? ძალიან გაზეთი გამოუშვა. საკანინო მერი ასეთი. საკმაოდ საინტერესო გაზეთი გამოუშვიო. იქ აღვწერ ყველაფერსო, ცოტა კრიტიკულიც არის როგორც ჩანს. ძალიან კარგ ფორმაშია. ყვება არისო ნორმალური დედაო, მოპყრობაც დამოკიდებულება მარტივად კი, კარგიაო.
საკანში ამეცადინებს ინგლისურს ასწავლის ბიჭებს, კიდე ვიღაცა ყოფილა პროფესორი ლექციებს გვიკითხავს და დადებიც გამოვიტან აქედან ყველაფერსო. რა ხვედრიც გვარგუნა ღმერთმაო, ასეთ მითხრა, მე მაგისთვის მზად ვიყავიო. მართლა განსაკუთრებული ბიჭია ზვიადი, მართლა ძალიან კარგი და განსაკუთრებული ახალგაზრდა არის და რას ეტყოდით ზვიადს, ქალბატონ ნარგის და რას ეტყოდით ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და ხალხს თუნდაც. აი ზვიადს რა უნდა უთხრა, იქეთ მასწავლის, იქეთ მარიგებს შუა სიმართლე გითხრა, ზვიადს ვერაფერს ვერ ვეუბნები, ერთ-ერთი ზვიადი ის არის, რომ ხანდახან ემოციები რომ მომაწვება ხან ვიტირებ, ამან არა განერვიულოს. ხალხს რას ვეტყოდი და ძალიან ბრმა რო ვიყავი და დავინახეთ, თქვენც დაინახეთ სიმართლე. და ვანერვიულე ერთი პერიოდი ზვიადი და ნანობ ძალიან. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მქონდა, მაგრამ მე მალევე მივხვდი, იმიტომ რომ კარგად ამიხსნა ზვიადმა და დიდი დრო არ დამჭირვებია. ამიტომ თქვენც დაუჯერეთ თქვენ შვილებს და პოლიტიკოს ეგრეთ წოდებულ თავრობას ვეძახი უკვე, ნუ ხართ დაყურებული, გაიგონეთ დედების ხმა და ეს ახალგაზრდები დააბრუნეთ აუდიტორიაში განაგრძონ სწავლა-განათლება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი შვილი გაუზარდეთ თქვენ და ბატონმა ზურაბმა ამ ქვეყანას, ზვიადს რა თქმა უნდა და ყველა რეჟიმის პატიმარს ჩვენ შვილებს უსურვებ მალე თავისუფლებაზე გამოსვლას და მე ძალიან დიდი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად დაბრუნდება იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპული გზა და გახდება ევროპის ოჯახის წევრი. მით უმეტეს ჩვენი თაობა ისეთი წამოვიდა დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადა. ამათ რა გააჩერებთ? აი რომ მივდივარ და უყურებ იმ ახალგაზრდებს. დედა ჯერ ხო ისეც მიყვარდა და მიყვარს. ახლა გაორმაგებული იმით ვარ ენთუზიაზმით და ესე რა მგონია, იცი, იქ რომ მივალ ბავშვებთან, მგონია რომ ჩემი ზვიადი იქ არის. პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების პროტესტის ფონზე ქეიფი არ გეუხერხებოდა გადაწყვეტილების გამარტივარ. ქალბატონი მარიზი რეჟიმის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა. დედა შვილს აქციებზე ყოველთვის საქართველოს დროშით აცილებდა და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ჰუმანური ბუნების შვილი განსასჯელი სკამზე აღმოჩნდებოდა საღამო მშვიდობის. ქალბატონ მარიზი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთ რთულ სიტუაციაში ჩვენთვის დრო გამონახეთ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან აქტიურად იბრძვით თქვენი შვილის და სხვა შვილების თავისუფლებისთვის. მინდა გავიხსენოთ თქვენი ემოციური მიმართვა. შვილს რომ მიმართეთ, ბოდიში რომ მოუხადეთ იმისთვის, რომ ემოციური ხართ და ეს თქვენი ემოციურობა კიდევ ერთხელ გამოიხატა აი სირცხვილის კორიდორი რომ მოუწყვეთ იმ მოსამართლეებს. რა განცდა იყო ამ ადამიანების პირისპირ რო აღმოჩნდით? ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ძალიან გაუბრაზდი, რა ვიცი, პოლიციელებსაც მიუმართე, ალბათ ძალიან უხეშად, მაგრამ ზღვარს გადავიდა მოსამართლე იმ დღეს. ჩვენ კიდევ ვფიქრობდით, რომ კიდევ მიუბრუნდებით სასამართლოს და ერთხელ კიდევ შევხედავთ მომღიმარ შვილებს და როცა დარბაზში შევედით, გვითხრეს პატიმრები აღარ შემოვლენ, იმიტომ რომ ისინი გადაყვანილები არიან ციხეზე. და ეს იყო კულმინაცია. და დემონსტრაციულად დავტოვეთ ჩვენ დარბაზი ადვოკატებთან ერთად. იმიტომ რომ ჩვენ არანაირი სურვილი აღარ ქონდა ორი პროკურორის და ერთი მოსამართლის ბოდვისთვის გვესმინა. ამიტომ როცა გავიგეთ, რომ მოსამართლეები წინა დღეს ამდენი პატარა ბიჭები უსამართლოდ გაუშვეს ციხეში ისევ აწყობდნენ ღრეობას, ჩვენ შევიკრიბეთ. არ გვინდოდა რომ ცოდნოდათ მათ, რომ ჩვენ იქ დავხვდებოდით, მაგრამ თავიდან არ იცოდნენ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ერთმანეთს ალბათ ურეკავდნენ. იმ დღევანდელმა ბრაზმა, რაც სასამართლოზე მოხდა, მე დამავიწყა უკვე ის ბრაზი. კი, მოუხადე თორნიკეს ბოდიში და საზოგადოებას საერთოდ მოუხადე ბოდიში, იმიტომ რომ აი აღარ მახსოვს რას ვამბობდი საერთოდ
და ნინომ ბავშვმა გოგონამ ჩემმა სულ იცის შენიშვნა მაგრამ არ მოუწია შენიშვნა იმ დღეს მხოლოდ შევხედე მის ცრემლიან თვალებს ჩემზე კი არ ბრაზობდა მე ალბათ როგორც დედა შევენანე იმ წუთში იმიტომ რომ ძალიან რო გამწარდი ამიტომ პასუხი ამის შესაფერისი მიიღო იმ დღეს ყველა მოსამართლემ ამაზე დიდ სირცხვილს ისინი ალბათ ვეღარასოდეს ვეღარ მიიღებენ რაც იმ დღეს იმათმა სირცხვილი ჭამეს ასე ვიტყვი იმიტომ რომ არც ერთი მოსამართლე მე არ მინახია რომ შევიდა ჩვეულებრივად ერთი ორი შეგვეპარა სამზარეულოს მხრიდან მაშინ რესტორანში დანარჩენები მუხლმოდრეკილი თუ რა არ ვიცი ძალიან ცუდი სიტყვა ვიხმარე იმ დღეს და მაინც ვიტყვი წაგუზულები შევიდნენ ისინი რესტორნის ფოიეში და იმათმა ხვდებოდათ შიგნი მურუსიძე ის ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს ჩემი შვილი არ არის პატიმარი პატიმრები ეგინი უფრო არიან მე აუცილებლად დადგება დრო ახლაც ვამაყობ სულ ვამაყობდი თორნიკეთი ისე გაიზარდა და კიდევ უფრო ვიამაყებ და სირცხვილი მათ იმიტომ რომ ისინი არ წვენენ თავიანთ შვილებს ისინი ვერასოდეს ვერ იამაყებენ დედებით მოსამართლე დედებით მოსამართლე მამებით მე ამაში დარწმუნებული ვარ ქალბატონო მარიზი აი ჰუმანური ბუნების შვილი ყავთ ну ეს ყველამ გაიგო ხო საიდან გაუჩნდა თორნიკეს იმის სურვილი რომ წასულიყო აქციებზე დამდგარიყო და აი რომ მომიყვეთ ეს ყველაფერი დადიოდნენ იქ თორნიკეს მეგობრები აქციაზე და ალბათ აქედან გაუჩნდა ეს სურვილი და ისედაც მე იცის მან რომ მე და მისი დასუ დავდიოდით აქციებზე იცის მირეკავდა და როცა ტელევიზიაში ხედავდა რომ იქ იყო არეულობა მირეკავდა დე სადახარ იმიტომ რომ ალბათ ეშინოდა რომ შენ ვერ გაიქცევიო ფიქრობდა იმიტომ რომ მაინც ასაკი გაქვს ადამიანს და რომ რაღაცა იყოს არ დადგე ახლოს თორნიკე აი ღიმილის მონგრის ხორმე სახეზე მარტო მე არა ალბათ ვინც იცნობს თორნიკე აქ დაიბადა ამ უბანში და ზაფხული როცა დაიწყებოდა ყოველ ზაფხულს მიდიოდა სოფელში სვიტორში აი დღეს რო არ დადეგები დაიწყებოდა ხვალ უკვე ის იჯდა მარშრუტკაში და მიდიოდა სანამ პატარა იყო მე დავატარებდი მე თვითონ მიდიოდა გაიზარდა ძალიან ლაღად იქ იყო ბიცველასთან ჩემი მაზლი საჭყერელია სვიტორიაში ცხოვრობენ და ჩვენ არ გვაქვს არაფერი და ის იყო მუდამ ბიცველას სტუმარი დადიოდა მდინარეზე იქ ისწავლა ცურვა პატარიდან მერე დიდ წყალში მერე აი ყოველ დღე დადიოდა პატარა ბოთლით ხელში ის და მისი მეგობარი ერთად დაიბადნენ და ერთად გაიზარდნენ რო იტყვი სანდრო გოშაძე და თევზაობდნენ იმით რაღაც ბადე ქონდათ გაკეთებული მერე გაიყოფდნენ ამ თევზებს შუაზე და პატარა ტაფაზე ბიცოლამ პატარა შავი ტაფა მიცა რომ შენ გარეცხავ და შენ შეჭამ მაგ თევზს მე არ გამარეცხინებ და აი სულ ეგრე იყო მთელი დღე დადიოდა მდინარეზე თევზაობდა იყო ძალიან კეთილი ბავშვი ძალიან კეთილი რაც არ უნდა დაგევალებინა არასოდეს არ დაიზარებდა არასოდეს აგროვებდა რაღაცა სპილენძს ალუმინს წაიღებდა მე ჩააბარებდა ეხმარებოდა ბიცოლას ძალიან სამჯერ თუ ოთხჯერ ხბო პატარა ხბო იმდენად ეხმარებოდა რომ ბიცოლა მისმა აჩუქა და რომ გაიღვიძებდა თურმე ეტყოდა ხოლმე რომ ბიცოლა მე უკვე ვაჭამე წიწილებს მე უკვე ვაჭამე კოჩიას ეს ეძახდა პატარა სოფელში ხო იცი დიმერლები მაინც მიყვებოდა მინდორში მორიგეობაზე მე ვამაყობ შენით მე გაგზარდე შენ ძალიან კარგი შვილი და არაფერი არ გამიჭირდება ცოტა ხანი მოვითვინოთ და ყველაფერი დამთავრდება კარგად იმიტომ რომ შენ გვერდში დგას მთელი საქართველო მე ვიამაყებ ჩემი შვილი და ამათ შვილებს შერწყებათ თავისი მამების და დედების რა ვუყვებოდი სულ ამ 9 აპრილის ამბებს და მეუბნეოდნენ რომ თქვენ უფრო რთული პერიოდი გაგივლიათ ვიდრე ჩვენ იმიტომ რომ მიხვდა რომ თქვენ არ დაგინდოთ რუსის ჯარმა და ნიჩვებთ დაჩეხა ბავშვების სკოლის მოსწავლეები მაგრამ ნაკლებს არაკეთებენ ისინი რუსები იყვნენ ეს სიზმარი ვითარეს
სიზმარივით ეს პერიოდი რა. რუსი ჯარმა ვერ დააჩოქა ქართველი ახალგაზრდობა და ეხლა გონია ბიძინა ივანიშვილს რო ის დააჩოქებს, ვერ დააჩოქებს. შეხვდით უკვე ციხეში თორნიკეს. როგორ განწყობაზეა? სხვათა შორის სანამ შევხვდებოდი, სულ ნერვიულობდი, რომ ან გამხდარი ხო არ არის, ან ფერი დაკარგული აქვს, იმიტომ რომ მაინც ციხე არის, რანაირ კამერაშია, კიდე ეკავდა და მაგრამ ძალიან ცოტა დრო აქვს ლაპარაკო და თან კიდე ალბათ ვფიქრობ, როცა რეკავს იქ ბადრაგი ადგას თავზე და ვერაფერს ამბობს. გასარეცხები რომ წამოვიღე ჯიბეში, რატო გავჩხრიგეს ჯიბი არ ვიცი, იმიტომ რომ იქინა რა უნდა მოიტანოს და წერილი იყო. და რა ეწერა ამ წერილში? წერილში ეწერა რომ მიყვარხართ, თქვენ ხართ ჩემი ოჯახი, შენ და ნინო და გაუფრთხილდით ერთმანეთს, ზუსტად ხშირად ჩაეხუტეთ, არ ვიცი ახლა ზუსტად სადმაგ შეიძლება იმ გადასაბარებლის ქვეშ, ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს. სხვა არ მაინტერესებს, უყურებ ტელევიზიას და ვხედავ რამდენად გვიდგას ხალხი გვერდში და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი იმედი. თქვენს გაუფრთხილდით თავს, იმიტომ რომ მაინც ახლა ფიქრობდა ალბათ რომ ისა ჩემ იცის რომ ემოციური ვარ და ენას არ ვაჩერებ, ხო და ალბათ ფიქრობს რომ ეს დედა ჩემი არავინ დაიჭიროსო. ვყიდულობთ რაღაცა ხო ფული ახლა ისედაც რამდენი ორგანიზაცია გვეხმარება, რა ყველას მადლობას გადავუხდით თქვენი ეთერითაც, ნანუკა ჟორჟოლიანს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ნანუკა იყო პირველი იმ დღესვე დარეკა, იმ დღესვე, რომ და ვერ შეინახავ პატიმარს, ვერა, იმიტომ რომ აქედან რომ შედიოდეს რამე ხილი ან რაღაცა, კიდე შეიძლება არაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იქ უნდა იყიდოს. ერთადერთი იყო ახალი წელი, როცა მოგვეცა საშუალება, რომ რამე შეგვიგზავნა ბავშვებისთვის და სხვა გზა არ არის. მადლობა უფალს, რომ ესეთი სიკეთე არ თესავენ ამ საქართველოში ადამიანები. ის დიდი სანერვიულო ხო იცი მოხსნელი გაქვს ოჯახს მაინც. იცით რა მაინტერესებს? აი საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ძალიან გაბრაზებულები ვიყავითო და რაზეა წამსვლელი თქვენი აზრით, აი გაბრაზებული დედა? დედა სხვა არ ვიცი. მე არ მეშინი არც დაჭერის, არც არაფრის და ყველაზე უფრო იცი რაზე ვარ გაბრაზებული, აი ცინიკოსები რატო არიან? აი თავის ხალხს, თავის მე არ მახსენდება არც ერთი ხელისუფლება, რომელიც ხალხთან არ გამოსულიყოს. წარმომადგენელი აუცილებლად გამოდის ხალხთან. ეს ხო არის უსამართლობა. თორნიკე ალბათ ჩათვლის რამდენად უსამართლო ქვეყანაში უცხოვრი, არ გადაუტანია იმას ესეთი რამე და ეხლა ამას ჩათვლის. რა დავაშავე იტყვის? მე რა დააშავა ჩემმა შვილმა ისეთი რომ თურმე სისხლის სამართლის დავნაშავია. სისხლის სამართლის დავნაშავები თვითონ უფრო არიან, ხო? მე მაქვს იმედი რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. აუცილებლად მოვიგებთ ამობს, თუმცა აი ინტერვიუს ბოლოსკენ მინდა გთხოვოთ, რომ მიმართოთ თორნიკეს აქედან, გამოიყენოთ ჩვენი ეთერი და მიმართოთ თქვენ შვილს და მიმართოთ სხვა პატიმრის დედებსაც. მე ძალიან ბევრი მეგობარი შევიცინე. ამ პატიმრის დედები, მამები. მე თვითონ ვარ ძალიან ჰუმანური ადამიანი და ასეთია ჩემი შვილი. ამიტომ იცის თორნიკემ რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ იმას ჭხილი არ წამოტკივდეს, იმიტომ რომ ის არის ძალიან კარგი შვილი, ძალიან ბევრი ქება მომიწია ამ ბოლო დროს თორნიკეს, იმიტომ რომ მე არასოდეს არ ვაკებ შვილებს, არასოდეს დედა, რა ვიცი, ყველა დედა ალბათ ესია რომ თავის შვილებს არ აქებენ. დედი მიყვარხარ ძალიან, ვამაყობ შენით. ხარი ნერვიულო ჩვენზე, ჩვენ ხედავ რამდენი ადამიანები გვიდგან ამ გვერდში, მთელი ქვეყანა, მთელი მსოფლიო თქვენ გვერდშია.
და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ, დაბრუნდებით საპატიმროდან და მათ შევლენ სხვები. მადლობა ყველა დედას. ასეთი კარგი შვილების გაზრდისთვის, ისინი ჩემი შვილებიც არიან. მე მათ შევპირდი, რომ მე აუცილებლად ჩვენ ერთ დიდ ჯაჭვს კიდევ შევკრავთ გამარჯვებისას და ცაზე ამ ბავშვების სახელებით ვარსკვლავები იგიაფებს. დიდი მადლობა, გამარჯვებას გისურვებთ და თორნიკეს მალე დაბრუნებას სახლში. ამბავმა რომ პატიმრობაში მყოფი გური მირცხულავა მამის პანაშვიდებზე არ დაუშვეს, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად არაადამიანურია რეჟიმი. ქალბატონო ინგა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მადლობა მე ყურადღებისთვის. იცით რა მაინტერესებს, რა იყო ოფიციალური მიზეზი, რა გითხრეს, რატომ არ გამოუშვეს მამის დაკრძალვაზე და რამდენად გულსატკენი იყო ეს, ცხადია გურისთვის ძალიან და თქვენთვისაც. ოფიციალური მიზეზი იყო ერთადერთი, რომ არის დასვენების დღეები, ადმინისტრაცია, სრულფასოვნად არ მუშაობს ციხის ადმინისტრაცია და აქედან გამომდინარე დოკუმენტები ყველაფერი დროში იწელება და არ გამოდის. ოფიციალური მიზეზი ესეთი იყო. რა იყო რეალური მიზეზი, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ დაგჭათ განცდა იმის, რომ რაღაცნაირად დასაჯეს გური იმით, რომ არ გამოუშვეს მამის დაკრძალვაზე. რა თქმა უნდა, ეს სასჯელია. და ალბათ ესეც იყო, იცით, ეს თითქოს და შეიძლება რაღაც სიმკაცრე დაგვანახეს თუ რა იყო, ვერ გეტყვით, რას ემსახურებოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამითი ვერანაირი ქულები ვერ დაიწესეს. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ქალბატონო ინგა, უფრო ახლოს რო გაგვაცნოთ გური. რა ინტერესები ქონდა, როგორი ბავშვი იყო? თქვათ, როდიდან გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, რის გამოც გამოვიდა და ესე აქტიურად დაიწყო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. დედისთვის ძალიან ძნელია, ობიექტური იყოს, ყველა დედა არის სუბიექტური. გასაკვირველია, გეთანხმებით. თუმცა ვიტყვი, ეს 90-იანი წლების ჩვეულებრივი ბავშვობა ქონდა მას, სწავლობდა, იყო ყოველთვის აქტიური, კომუნიკაბელური, ყავდა ბევრი მეგობრები, ყველგან საბავშვო ბაღშიც კი. ძალიან იცით როგორ გითხრათ, დამყოლი და ბავშვობიდანვე კანონმორჩილი იყო. უყვარს ლიტერატურა, უყვარს პოეზია, რა თქმა უნდა, ჩართული არის ამ მიმდინარე მოვლენებში და ვიტყვი, რომ ყოველთვის ჩართული იყო და ამაზე შეიძლება ოჯახმაც მოახდინა გავლენა, იმიტომ რომ ეს არის საინტერესო, რა კუთხით. დამოუკიდებელი საქართველო რო გამოცხადდა, ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში, მამაჩემის ბაბუა იყო ამ ამბებში ჩართული, რომელიც შეეწირა, რა თქმა უნდა, დახვრიტეს. აქედან გამომდინარე უკვე ოჯახს სხვა განწყობილება შეექმნა, მამაჩემიც აქტიური ადამიანი იყო. არ ვიცი, ჩვენთან ყოველთვის მიმდინარეობდა საუბარი პოლიტიკაზე, ქვეყნის კურსზე, მიუღებელი იყო ყოველთვის ეს საბჭოთა მენტალიტეტი, პრორუსული მენტალიტეტიც. და ამან რა თქმა უნდა გავლენაც მოახდინა, თუმცა ესე რომც არ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ მაინც ამ პოზიციაზე იდგე. როდესაც დაიწყო აქციებზე სიარული, რას გეუბნებოდათ, რომ რატო უნდა მდგარიყო? ალბათ, გისაუბრიათ ხო თქვენ შულთან, რას ამბობდა, რომ რატომ იყო აუცილებელი მისი რუსთაველზე დგომა? ამოსავალი წერტილი ეს იყო მაინც ანტირუსული მიმართულება, ანტირუსული პოლიტიკა, ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ უკვე ყველა ის მოვლენა, რაც ამ პოლიტიკიდან გამომდინარეობდა, ეს არის არა ევროპას, არა მსოფლიოს, ვიყოთ ჩაკეტილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო მისი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა. ხო და ალბათ ლოგიკურიც იყო, რომ ყველაფერი ესე დასრულდა.
ალბათ არ ელოდებოდით რომ ამ ბრალდებებით დააკავებდნენ. არა, ასეთ ბრალდებას, ესეთ მძიმე ბრალდებას ნამდვილად არ ველოდი. მაგრამ რო შესაძლო დაკავება რო შეიძლება და მომხდარიყო, ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრად უარესი მოვლენებიც დატრიალდა აი აქციების დროს ხომ ზოგი ციხეში არა, მაგრამ ზოგი საავადმყოფოში. ნამდვილად გეთახმებით. იცით, ზოგ ადამიანს დაუმახინჯდა საერთოდ ცხოვრება, ამიტომ აი გურის განწყობას გეტყვით. ძალიან საინტერესოა. დღემდე დედე მე ყველაფრისთვის ვარ მზად, შენც ყველაფრისთვის იყავი მზად. არ ინერვიულო. ხო, თუმცა მშობლისთვის ესე არ ინერვიულო, ეს ძალიან არა, რთულია, თუმცა თქვენი განცდა მაინტერესებს, როდესაც აი ასეთ ბრალდებას უყენებენ თქვენ შულს და თან უყურებთ ხელებზე ბორკილ დადებულ შულს, ნუ ეს დედისთვის არის ეს არის ეს ტრაგედია არ არის, რა თქმა უნდა, ტრაგედია ძალიან მძიმე. შორს ჩვენგან, თუმცა ნუ ძალიან მძიმეა. მძიმეა, რა თქმა უნდა. ძალიან მძიმეა. და კიდევ ერთი მაქვს უსამართლობის აი საოცარი შეგრძნება და განცდა. იცით, როგორ გითხრათ, სასამართლო სახელმწიფოში ისეთი სტრუქტურაა, რისი იმედიც მიუხედავად ხელისუფლების ადამიანს უნდა კონდეს. და აი როცა უკვე ეს იმედიც ქრება, აი აქ უკვე სრული განუკითხაობის შთაბეჭდილება გრჩება ადამიანს. რაც შეეხება სხვა კუთხით, როგორ გითხრათ, იცით, პატიმრისთვის არ არის მიზანშეწონილი, არა. მათთვის მძიმეა უყურან საკუთარ დედებს დეპრესიაში, მტირალებს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვცდილობ, რომ ვაჩვენო, რომ მაგრად ვდგევარ. ვცდილობ ეს ყველაფერი აღვიქვა და ალბათ მისთვისაც ესეა სასარგებლო რეალურად. რეალობის ზღვარს მიღმა არ გადავიდე და რა თქმა უნდა მქონდეს სამართლიანობის იმედი. თუმცა ეს სამართლიანობაში დღევანდელი სასამართლო არ იგულისხმება. ზოგადად სამართლიანობას გულისხმობს. თუ შეხვდით უკვე პატიმრობაში მყოფ გურის ახლოს არ შეხვედრიხართ. თუმცა სატელეფონო კონტაქტი გვაქვს კავშირი. და როგორ გრძნობს თავს მხნეთ ალბათ. ძალიან მხნეთ და მეც ძალიან მამხნევებს. ყოველთვის აი ცხოვრებაში, ნუ ყოველთვის ხო არის პრობლემა, რთული სიტუაციები. ყოველთვის ჩემს გამხნევებას ვცდილობ და აი ამ მხრივ მიჭირს მარტო ვარ და საკუთარ თავს თვითონ ვიმხნევებ. ის გვერდზე არ მიდგას. არ მამხნევებს. ქალბატონო ინგა, ძალიან დიდი მადლობა. ესე ეკრანიდან გიცნობთ და წარმოუდგენელია რომ ცხანაირიშვილი ყოლოდათ. დიდი მადლობა. რომელიც თავის ვალს როგორც თქვენ თქვით მოიხდიდა ქვეყნის წინაშე და რა თქმა უნდა როგორც ყველა რეჟიმის პატიმარს გურისაც ვუსურებ ძალიან მალე განთავისუფლებას და სახლში დაბრუნებას და ჩვენს ქვეყანას რა თქმა უნდა იმ დიდ ევროპულ ოჯახში გაერთიანებას რისკენაც უკვე წლებია მივდივართ. მე მადლობას გიხდი დედი შენ, იმ შვილობისთვის რა შვილიც ხარ შენ და ამაყი ვარ შენი. აწინახონ როგორია გაბრაზებული დედები. ვიბრძოლებ დასაკარგი მე არაფერი აღარ მაქვს. რაღაცაზე მითხრა რომ შენ თვალები არ მომეწონაო ტელეფონში. თვალებიცაც გავასწორებ. ძალიან მხნეთა ვარ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შვილის გულისთვის მთებს გადავაგორებ. აი ეგ იცოდეს ყველა. გურს ვეტყოდი ერთადერთ რაღაცას. გელოდები შვილო.